რატომ არის პროექტი აუცილებელი კერძო მშენებლობაში და რისგან შედგება სწორი პროექტი? ბევრი მშენებლობის დაწყებისას ფიქრობს, პროექტი რისთვის მჭირდება, მშენებლები ისედაც ააშენებენ, მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი შეცდომები, ზედმეტი ხარჯები და ხშირ შემთხვევაში კონსტრუქციული პრობლემებიც. სამშენებლო პროექტი არ არის უბრალოდ სახლის ლამაზი ვიზუალი. ეს არის სრული საინჟინრო დოკუმენტაცია, რომელიც მიხედვითაც შენობა სწორად და უსაფრთხოდ უნდა აშენდეს. როგორც წესი, პროექტი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. პირველი არის არქიტექტურული პროექტი. არქიტექტურული პროექტი განსაზღვრავს სართულების გეგმებს, ოთახების განლაგებას, ფართობებს და ზომებს, ჭერის სიმაღლეებს, კარ-ფანჯრების განთავსებას, ფასადებს, შენობის ჭრილებს, ანუ არქიტექტურული პროექტი პასუხობს კითხვას, როგორი იქნება შენობა ვიზუალურად და რამდენად კომფორტული იქნება მისი გამოყენება ცხოვრებაში. მეორე ნაწილი არის კონსტრუქციული პროექტი, ან როგორც უმეტესობა ეძახის კონსტრუქციული ნახაზები. ეს უკვე საინჟინრო ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს შენობის სიმტკიცეს, მდგრადობას და უსაფრთხოებას. კონსტრუქციულ პროექტში შედის საძირკველი სვეტები, რიგელები და კოჭები, გადახურვის ფილები, მზიდი კედლები, არმირების სქემები, კონსტრუქციული კვანძები. ანუ კონსტრუქციული ნახაზი ზუსტად გვაჩენებს რა მასალით, რა კვეთით და რა ტექნოლოგიით უნდა აშენდეს თითოეული ნაგებობის ელემენტი. პროექტის გარეშე მშენებლობა ხშირად იქცევა ექსპერიმენტად, ხოლო სახლის მშენებლობაში ექსპერიმენტი ძალიან ძვირად ჯდება. კარგად დამუშავებული პროექტი ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის PDF ფაილი და გამოგიგზავნით ჩვენი სერვისების საფასურს.